დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელმა მეცნიერმა სიუზენ კლოსტერ ჰაუზმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ახალი პროდუქციის გამოყენების კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. პროდუქტების სერტიფიცირების ინოვაციის ინსტიტუტის წარმომადგენლის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი წარმოებული პროდუქციიდან მავნე ქიმიური ნივთიერებების ამოღებაა. შეხვედრების საქართველოს მასშტაბით 6 უნივერსიტეტსა და 3 საჯარო სკოლაში ტარდება. მისი მიზანი ქიმიისა და გარემოს საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლება. Hello, my name is Susan Klosterhouse. მე ვიმყოფები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით. ჩემი ვიზიტის მიზანია ახალი კონცეფციის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება. პროექტი შეეხება წარმოებული პროდუქტიდან მავნე ქიმიური ნივთიერებების ეტაპობრივად ამოღების პროცესს. ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ სტუდენტებთან და მოსწავლე ახალგაზრდობასთან ქიმიისა და გარემოს დაცვის საკითხებში მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დღეს ჩამოვიდა ერთ-ერთი პროფესორი, რომელიც გვესაუბრა ჩვენ გარემოს დაბიძურებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან, რომ მიწაში არ მოხდეს ქიმიური ნაწილაკები, რომლებიც შემდეგ ჩვენს ჯანმრთელობას შეუქმნიან საფრთხეს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად შეისწავლოს იცოდეს, სტუდენტების უმრავლესობა მოისმინა ეს შეხვედრაზე და სასიამოვნოა, რომ შემდეგში საქართველოშიც დაინერგოს და ეს ყველაფერი ჩვენ გავითვალისწინოთ.